ჩვენსგან ესე იგი გინება არ მოსულა და იქიდან გინება მოსულა და მე ესე იგი მე თვითონ შევაგე მე არ შემიგინებია არასდროს პოლიციელზე მე გინება არ მჩვევია ესე იგი უყურე როგორ ციალავ ძალიან მშვიდად დაიჭერეს და ჩვენ რა თქმა უნდა პროტესტ გამოთქვა მაგდროს ადამიანები უბრალოდ იატაკზე აკრავს აფიშას და შენ რაღაც გამოთქვა ამაზე იჭერ ადამიანს ამ დროს რა თქმა უნდა წამოვა იციან ხო ეს აგრესია მაგრამ არა გინება ჩემო კარგო და არა ის რა სიტყვებიც რაც ხუთივე შეგვიკერენ რომ ეს სიტყვა ყველამ თითქოს დავიზეპირეთ და ამ სიტყვებს მომწოდებ ვეუბნებით პოლიციელებს არა ეგ წამოვიდა აგრესია რომ წამოვიდა იქ ჩანაწერებიც არის იმედია რომ მე ვამშვიდებდი, იმიტომ რომ მოვიხედე ახალგაზრდები იდგნენ იქ და უყურებდი რომ აი რა მდგომარეობაში იყო თვითონ გვებუაძე ახლა მე მინახავს აქციაზე მე არც ვიცოდი ახლა არც ვაკვირდები რომ პოლიციის უფროსი ვინ არის და ეს სულ არ მაინტერესებს მაგრამ ამ შემთხვევაში დავინახე მისგან აგრესია და ვამშვიდებდი და რომ ვამშვიდებდი არ მოისმინა არ გაიგონა შემდეგ რა თქმა უნდა აქედან ხო გებუაძე წინ მედგა რა რომ მეთქი თქვენი მოქალაქეები ხო ვართ რატო იქ ესე რატო გველაპარაკე ამ აგრესიით რა ეს ახალგაზრდა დაიჭირეს ეს გოგონა რომელიც ველომარათონში მონაწილეობდა ჩვენთან ერთად და ჩემს გვერდით დაიჭირეს სხვათა შორის ისე უხეშად რომ რა ვიცი და მეც ხელზე მომკიდეს მაშინ ვეღარ მოვასწარი ამ გოგოს შველა მე წავედით ამ გოგოს დასახმარებლად ახალგაზრდა გამოთქვეს სრულიო მოდითო წავიდეთო და დაუძახოთ და ჩვენი ხმა გავაგონოთ სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია როცა ხარს გიჭერენ როცა კამერაში ხარ და ეს მე განვიცადე გურიაში და სამეგრელოშიც ეს არის რა ვიცი აღწერილი რაღაც და ესეთი რაღაც მოხდა იქ რომ იქ ვიდექით ძალიან აგრესიულები იყვნენ და ამ აგრესიის ნიადაგზე უკვე მე ციალამ როცა დააკრა ციალას გვერდზე ვიდექით ციალა ჩემი მეგობარია და ჩავთვალე რომ გვერდით უნდა ყოფილიყავი ციალა როცა დააკავეს ხელი მოვკიდე ციალას და უცებ აგრესიულად შემომხედენ და მე როცა წაიყვანეს ციალა უცებ ნუ იქ უკვე ხალხმა დაიწყო რა თქმა უნდა პროტესტი გამოთქვეს ყველამ რომ ესე აი რუსეთი ხوارა ვართ მართლა იატაკზე დააკრა რაღაც აფიშა და ამაზე ატყდეს თელი ამბავი ეს არის რაღაც რა ვიცი ხა სად ვართ სად ვიმყოფებით ეს უკვე გასაგებია რა და ამ დროს დააკავეს ვაჟა რომელიც ჩემთან ერთად იყო კამერაში და სხვათა შორის არაჩვეულებრივი ადამიანია მინდა ვთქვა კი აქ ბევრი მოვა ესე თუ გააგრძელებ მეთქი და ამ დროს მოვიხედე უკან თვითონ გებუაძე შემახდა ეს რა თქმა უნდა აჭარის ტელევიზიას აქვს კარგად ჩაწერილი ის კადი როცა თვითონ მაკავებს და უკვე 8 ადამიანს მიყავარ და ერთი მეგობარი როცა მე მიჭერს და არ მატარები და ნუ ეგ უკვე მიმაყოლა და მე უკვე დაიჭირეს ის ჩემი მეგობარი რომელიც შემოიყვანეს და აი როცა მოყავდა ორ პოლიციას ვეჭირე ხელით და ამ დროს ისეთი უშვერი სიტყვები წამოვიდა რომ რა ვიცი ახლა ჩვენ ყველანი 90-იანელები ვართ ვთქვა და მე ესეთი რაღაც არ გამიგონია ეს ყველაზე მაგრად აი ამანი მოქმედა ასაკიანი დედა მყავს მამა გარდაცვლილი და აი ყველას რა თქმა უნდა შეეხო და ამ როგორც ციალამ თქვა მე უკვე აღარ მახსოვს იმიტომ რომ კედელზე მიმარტყვრინა თავი და ნუ მე უკვე რომ რაღაც მოვედი თითქოს რაღაც წამიერი იყო ეს ყველაფერი და ნუ მე ვთქვეს რომ სადღაც 10 ჯერ იმოქმედა და ამ შემიყვანეს ოთახში იქაც რა თქმა უნდა გააგრძელა სიტყვიერი და ისე და მე შემდეგ თვითონ პოლიციელები აშველებდნენ რა აკავებდნენ რომ უკვე ჭვიდან იყო გადასული და მეუბნებოდა მე როგორ პერფორმანსებს ვაკეთებ რაღაც მინისტრობა გინდა და რაღაც და ესე შეფასებებს აკეთებდა რომ ეს ის არის რა აი პერფორმანსზე ნიღბებით რომ დარბის და ცეცხლებს რო აკეთებს და ესეთ რაღაცებს იძახოდა რა თავი რომ მიმარტყევინა მაგდროს დამიმნელდა თვალები და ამ შემთხვევაში უკვე აღარ მახსოვს ბევრი რა მაგრამ დარტყმები როცა ხელი გამიკეთა როცა გამოვფხიზ და გინება უფრო მოქმედებდა ჩემზე და უკვე ჭვიდან ეტყობა გადასულიყო ორი კაცი იქიდან მიჭერდა და აშველებდნენ გაყავდათ და ამ დროს მასწავლებელი ვარ მეთქი რომ უთხარ აი მასწავლებელი ვარო რომ ეტყვი და კიდე იმოქმედებს ადამიანი რა ვიცი ალბათ უკვე რა ვიცი რა ას მივაწერო როგორ ვიფიქრო მე ვერ წარმომიდგენია აი რაღაც ამასინად გავიგონე ვიღაც ამართლებდა სადღაც რომ ისო გამოწვევას უკეთებენო და ის და თუ პოლიცია შენ არ შეგიძლია რომ ადამიანი გამოწვევას თავში კავება არ შეგიძლია მაშინ პოლიციის უფროსი არ უნდა იყო არც ქვეშემდომი არ უნდა იყო მე მინდა მზიაზე ვთქვა რომ მზია არის ჩემზე მაგარი ადამიანი რა იმან იმ ხელა რაღაც გაბედა მე ხელები დაკავებული მქონდა და მინდა რომ მას ხარდაჭერა გამოუცხადო და ბიჭებს იმ ბავშვებს მის მშობლებს და ყველას ხარდაჭერა გამოუცხადო მედროშეს დაკება სვისტოკი ქონდა ბეში და დროშა ქონდა ხელში და ეუბნებია რომ დროშა გადაგვატეხეო ყველას თუმცა ერთი და იგივე სიტყვებით თითქოს ერთი და იგივე სიტყვებით მივაყენეთ შეურაცხყოფა ეს იყო რა ვიცი მასკარადი რაღაცა ის ცირკი იყო იქ სასამართლოზე და ჩემთან ერთად იყო ის და ეს არაჩვეულებრივი ადამიანი ფიზიკურად შეეხეს და
რა ვიცი რა ესეთ რაც არ უნდა დებუაძეო ხო დებუაძე მცემა ქათამაძე დებუაძე აი მეტირება რა ისეთი ბაბუკაცი რაღაც აი ყურე რაღაც გეგონო პატარა ფილმია რა რაღაც რომელიც მე დროში ვყავს მართლა ხო ბრძოლა ქართველს ხო არ ვებრძოლებით და ვესურით არა აი ჩვეულებრივად მე დროში ჩამოსული ადამიანი თურქეთიდან რომელიც ქართველობს იძახის მე პოლიცია მოთხოვა თურქო და იქ მანქანაში დაირია კაცო რა თუ შენზე მაგარი აი და მე დროშეს გვართვენ ჩვენ ხო ომი არ გვაქვს მაგრამ მე დროში ვყავს ხო და გვართვენ ეს ცინიზმი არ შეიძლება ეს ცინიზმი დასრულდება შეიძლება კრიტიკა იყოს შეიძლება კამათი იყოს მაგრამ ცინიზმი და ესეთი რაღაცეები არ შეიძლება მე მოვითხოვ რომ ირაკლი რა თქმა უნდა შეცვალონ ისეთი ადამიანი რომელიც რა თქმა უნდა ყავს აქ ნათესავი და ყავს მეგობარი და ყავს რაღაც და ვიღაცას წარმოუდგენია რომ აი რა უნდა აქციაზე გაგლახო შეიძლება აი რაღაც ესეთი წარმოდგენები როცა არის ეს არის ჩვეულებრივად ესე იგი შენი შვილი რომ პატარა რაღაც დააშავოს ან ბიძაშვილმა დეიდაშვილმა მეზობელმა დააშავოს შესაძლებელია ხასიათზე არ იყოს უბრალოდ და გალახოს მაგრამ ეს მიღებული იყოს ესე იგი ჩვენ მივიდეთ რუსეთისკენ და თქვენ შეიძლება ევროპაში ნამყოფი არ იყოთ იქ ყველაფერი კარგად არის იქ ყველაფერი რიგზეა და უკვე ჩვენ გამოვედით არ ტელევიზორი ჩაირთო მეგობრებო და იცით ევროპა რო კარგია ევროპა გინდათ და თან ესეთი ევროპა გინდათ რომ პოლიციამ გაგლახოთ მე ვერ წარმომიდგენია ხალხო ცოტა დაუფიქრდეთ რა ხდება რა ეს ხო ერთი დანაშაული არ არის ბიჭები დალეწეს იქ ჩემ სახიობები გამოსულებიან სახში როგორ დავждდებოდი ჯერ მოესმინა რა რომ რატო არის ხალხი გამოსული ბევრი ჩემი მეგობრები ქალაქი პატარა მოდის აუ შენ რამ გამომიყვანა და მე გამომიყვანა აი ამ ყველაფერმა რა დალეწეს ბიჭები ძვლები დაატეხეს ეხა გარეთ იყო ხო ლეწვა და გარეთ სხვა აშავებდა და უფროსები ესეთი შუღლი და აგრესია საიდან მოდის აი აქედან მოდის როცა ჩვენ უკვე ხელს გვირტყამენ უკვე ბევრი იყო იქ ჩემი მეგობრები რომლებიც ოცნებას თითქოს და რაღაც ხარს უჭერენ მაგრამ ისინიც იყვნენ რა იქ იმიტომ რომ ისინი გძნობენ აქ ეს ბათუმია რა და ჩვენ გძნობთ ერთმანეთს და ჩვენ ერთმანეთს დარტყმისკენაც ეს გამოვიარეთ და ჩვენ ეს არ გვინდა და ამ ყველაფერს რო ვხედავთ იმიტომ ვართ გამოსულებით რომ მე ცხოვრებაში ახლა აი მის 90-იანების და იმის შემდეგ არც გამოვსულ ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ და მე როცა ხელის გაისვრის იმას უკენ დასახევი აღარ აქვს მე და იქ პოლიციელები როცა მიყურებდნენ როცა მირტყამდა ხო იქ პოლიციელები ისეთ სახე დავინახე რომ აი იქით არაშოებდა სხვათა შორის ჩემთან ერთად როცა წამოვედი იქიდან ბევრი პოლიციელი შიმშილობდა 8 საათი სასამართლოში გვაშიმშილეს შემდეგ იყვნენ იქ 1-2 ახალგაზრდა რომელიც იცინოდნენ გამორჩეულად და დანარჩენი პოლიციელი სხვათა შორის სხვაგან წყობით არის ჩემო კარგებო როცა აშიმშილებთ ადამიანებს და შემდეგ ადვოკატებმა მოგცემ პატარა ბარამბოები მაგარი გოგონები განათლებული თაობა მოდის მაგარი ჩემზე მაგარი თაობა იმათ მოგცემ ხელი არ შეგვიხსნეს უთხრეს რომ ხელი შეუგზენ და ხელი არ შეგვიხსნეს ეს უკანასკნელი ასე რომ იტყვიან რა არავინ არ იზამს ამას რა ამას შეცვლიან მერწმუნეთ აუცილებლად ამ ადამიანს და აუცილებლად ისეთი ადამიანი მოვა ვინც ამას დაასტაბილურებს და არ ექნებათ ესეთი დაჭერები რომ აფიშას დააკრავს ადამიანი იატაკზე თუ რაღაცა ისეთ დანაშაული რო ჩაიდანოს ადამიანმა ეხლა ისეთი მდგომარეობა მზიადან გამომდინარე ვერ მოითმინა მზია რა შენსგან თუ გინება მოსულა ჩვენსგან სილის გაწდა არ მოსულა ხო აი რა გაგებაა ეს ვერ ხვდები ანუ შენ ჩემზე მაგარი უნდა იყო და ზემოდან უნდა მიყურო და ეს არ გამოვა იმიტომ რომ უკვე ეს თაობა მე ამათ უთხარი ესენი არიან მაგდანაც ლურჯაზე არ არიან ესენი გაზრდილები გმირი ამათ არ უნახავთ რომ ყდება ესენი მარველის ფილმებზე არიან გაზრდილები მარველი არის მარველის ფილმები ვინც იცის ახლა შეიძლება ვერმა არ იცოდეთ ვინ არის ეს არის ბეტმენის სპაიდერმენის ესენი ყველას აქვს ხუთი სიცოცხლე ესენი არიან გმირები ესენი ააშენებენ ჩვენს ქვეყანას ამ ახალგაზრდებს ახლა თავისი მეგობრები ყავს დაიჭერენ ხა იმას თავისი მშობლები ყავს იზაშვილე შიშით აგებული არავის არ ახსოვს ქვეყანა ჩვენ თუ გვინდა რაღაცა შიშით აგებული ქვეყანა ეს გამორიცხულია